სტუდიაში გუბას სანიკიძეს გვიერთდება გაერთიანებული დემოკრატების წარმომადგენელი. მადლობა გუბას. დემოკრატიული მოძრაობა. მაპატიეთ. დემოკრატიული მოძრაობა უკაცრავად. ამერია ტვინი ბოროტი დედინაცვლის შესახებ იმდენი ვისაუბრეთ მოკლედ. უпростоრეთ მითის დამსხვევის შესახებ. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ბატონო გუბას მე მინდა მე და თქვენ დღეს ვისაუბროთ იმ პოლიტიკურ რეალობაზე, რომელიც არის ქვეყანაში შექმნილი, მაგრამ მანამდე მაინტერესებს რა შეფასებას მისცემ დღის სულ ბოლო ამბავს. გულისხმობ TBC ბანკის მიმართ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც მოვისმინეთ ეროვნული ბანკისგან და მოდი დავარქვათ პროცესს სახელი შეტევას მამუკა ხაზარაძეს. ხო, ალბათ ასე არის. ახლა მე ზუსტად იმ ინფორმაციას ვფლობ, რა ინფორმაციითაც მარაგდებით ხო მედიიდან. ახლა სიღრმეები არ ვიცი ახლა საბანკო სისტემაში რა ხდება, მაგრამ რაც იკვეთება ის, რომ ბიძინა ივანიშვილი გუდავს ამ ბანკს და ხელში უნდა ჩაგდება ახლა. მოთხოვნა რომ ასეთი ხმა არის გავრცელებული, რომ ბიძინა ივანიშვილის ულტიმატუმი მდგომარეობს იმაში, რომ თუ წილს არ დათმობთ, მაშინ დაგიჭერთ. მარტივი შეკითხვაა, თუ დასაჭერია, მაშინ წილს რატო თხოვენ? ხო? და საერთოდ პრობლემა ჩვენთან ქვეყანაში არის ის, რომ ასეთი ტიპის მართველობის არსებობაში თვითონ ბიძინა ივანიშვილი ვერ ერკვევა, რომ ეს არის ცუდი. თვითონ თქვა ხო, რომ ისა რა ქვია, იწვევს ბიზნესმენებს, ბანკირებს, ერთმანეთთან ასაუბრებს, კი ბატონო, ამის სრული უფლება აქვს, მაგრამ როცა ერთი ადამიანი ამას აკეთებს და ამავე დროს მეორე ხელით ნიშნავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს, ბატონო ბიძინა ზუსტად ამას ქვია არაფორმალური მმართველობა, მაგრამ პრობლემა იმაში არის, რომ თქვენ ამას ღიად საუბრობთ, ანუ აქედან გამომდინარე, არ გესმით შინაარსი, რას ნიშნავს არაფორმალური მმართველობა. არაფორმალური მმართველობა ნიშნავს ზუსტად ამას, რომ გავლენა გაქვთ ფინანსურ საკითხებზე ქვეყანაში, ანუ ეკონომიკაზე და სრული გავლენა გაქვთ პოლიტიკაზე. თქვენს მიერ შერჩეული პრემიერ-მინისტრები ინიშნებიან, მერე იკარგებიან, საპნის ბუშტებივით წყდებიან, ხო? ეს არის თქვენი გემოვნების საკითხი. კი ბატონო, მაგრამ ეს შეგიძლიათ გააკეთოთ კარფურში მაგალითად, ოღონდ არა ქვეყანაში. საქართველო არ არის მაღაზია და მაღაზიის წესებით და მარკეტის წესებით ქვეყნის მართვა არ შეიძლება ბატონო ბიძინა, თორემ მოდის ლოგიკური დასასრული, ხო? რა შეხედავთ ბატონო გუბას დასასრულს? აი, სულ როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ ხოლმე ამაზე, რომ მოვიდა დასასრული ქართული ოცნება დასასრულის პირასა, მახსენდება ახლახანს ჩატარებული არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტურის მერე დაინიშნა მეორე ტური, ქართულმა ოცნებამ მაინც მოიგო და იცით ვის ხარჯზე მოიგო? ხალხი გულგახეთქილი იმით, რომ უკან არ მობრუნდეს ნაციონალური მოძრაობა, წავიდა და ხმა მისცეს სალომე ზურაბიშვილს არაერთმა, მათ შორის ჩემმა ძალიან ბევრმა ახლობელმა. და როდესაც მათ ვკითხე, რომ აი დათო უსუფაშვილის ამომრჩეველი იყავი, რა ნიშნით აძლევ დაუშვათ სალომეს, ხო ხმას? პასუხი იყო ასეთი, რომ ჯინაზე. ხო, ჯინიანობა. აი რა გაძლევთ ამ დასასრულის რა დაფიქრებინებთ, რომ დასასრული ჩემი სპეციალობა პირველ რიგში, ჩემი სპეციალობა, იმიტომ რომ ჩემი პირველი სპეციალობა არის ისტორიკოსობა. და შემდეგ საქართველოს უახლოესი წარსული დამოუკიდებლობის შემდეგ ყველა ხელისუფლება გამოვყოფ ცალკე ზუსტად გამსახურდა ეს ხელისუფლება, რომელიც იქნა დამხობილი გარე ძალების ჩართვით, მაგრამ დანარჩენი ყველა ხელისუფლება უშვებს ერთი და იგივე შეცდომას და იმეორებს პირდაპირ ასლით იმეორებს იმ შეცდომებს, რაც წინა ხელისუფლებები ჩადიოდა. ამიტომ ლოგიკა ასეთი, ლოგიკა ერთი არსებობს, არ არსებობს 100 ლოგიკა, ხო? როცა ქვეყანაში მართავ ქვეყანას შეცდომებით და მე ამ შეცდომების გამოსწორებაზე არ ფიქრობ, ხო? კონფუცის აქვს ნათქვამი, ყველაზე დიდი შეცდომა არის ის, როცა შეცდომების გამოსწორებას არ იწყებ. ნუ ახლა ეს დიდი ხნის წინ არის ნათქვამი, ხო? და ჭეშმარიტებად ჩამოყალიბდა ესა. ქვეყანა მივიღეთ ჩვენ რა? არის არაფორმალური მმართველობა მაფიოზური ტიპის თვისებებით აუცილებლად. ეს არის ჩაკეტილი შვაღამის ხელისუფლება, რომლებიც საქმეს აკეთებს ღამე დაფარულად, ერთმანეთთან მოლაპარაკებით, კანონის დარღვევით. კანონი ირღვევა, ჩვენ რას ვხედავთ სასამართლოში ინგა? ეს არ არის ძალადობა, ეს ძალადობა არის სამართალზე. არსებობს სამართლის დაყაჩაღება.
დღეს ჩვენ ხედავთ, რომ ხდება სამართლის დაყაჩაღება ქვეყანაში. გულისხმობთ ამ პროცესს მოსამართლეებთან დაკავშირებით, რომელიც დაპირისპირებას იწვევს თავად ქართულ ოცნებაში. ინგა, რაშია ეცი საქმე? ადამიანმა როცა გამოაცხადა, მე სხვათა შორის პირდაპირ გამოვედი პარლამენტში 2014-ში და 2015-ში მქონდა გამოსვლები, როცა ვთქვი, პირველი ვთქვი, სხვათა შორის არ დაუჭირე მხარი საყდრისის კომისიის შექმნას, არავის არ ახსოვს ესა. ბევრი ამბობს, რომ აი როცა წამოხვედიო ბიძინადან, მე მითხარ გულმოსული. არავითარ შემთხვევაში ჩემო კარგებო. მე ჩემ პოზიციას ვაფიქსირებ. 2015 წლის ბოლოს მე პირდაპირ მივმართე ღიად ტრიბუნიდან, პარლამენტის ტრიბუნიდან ქართულ ოცნებას, რომ დაკარგავთ მორალურ უპირატესობას. და ამ მორალური უპირატესობის დაკარგვის მთავარი ესა რა ქვია, ვირუსი იქნება მურუსიძე. რო შევადაროთ ახლა ხო მურუსიძეს მდგომარეობა სააკაშვილის ხელისუფლების დროს და დღეს ხო სააკაშვილის ხელისუფლების დროს იყო რიგითი ჯალათი და დიდი ეჭვი მეპარება რომ მურუსიძე დაეწინაურებიათ მაშინ რა რიგითი ჯალათი იყო ხო ივანიშვილმა რაქნა მას მისცა სახელმწიფო ჯალათის ტიტული ანუ რას ამბობთ ამით? გააძლიერა. ანუ ეს უარესი რეალობა ვიდრე წინა ხელისუფლება იყო. მარტივად დავთვალოთ, ხო? მორალური უპირატესობა აღარ აქვს უკვე ქართულ ოცნებას. დანარჩენ ოპოზიციაზე არ ვამბობ, მაგრამ იგივე ნაციონალურ მოძრაობასთან თავარი თემა ხო ეს არის. მარტივად დავშალოთ, ხო, გირგვლიანის საკითხი, სადაც ჩვენ ერთად ვიყავით, სულ ყველა და ქუჩა-ქუჩა დავრბოდით, თუმცა დღევანდელი ბიძინა შახისევანები არც ერთი არ მახსოვს იქა, საიდან მოძებნა ეს ხალხი. გირგვლიანის საქმეზე უფრო მძიმეა მაჩალიკაშვილის საქმე. რატომ მოკლეს ის ქისტის ბიჭი? ის ბავშვი რატომ მოკლეს? სახელმწიფო მოკლა. შედარებაში ვერ წამოყვებით. არა, რას ქვია ვერ წამოყვებით? არა, ვერ წამოყვებით. ინგა თუ არ დამასრულებიათ, ვერ ვიტყვი. დამასრულებინებთ, მაგრამ ვერ წამოყვებით. იმედი მაქვს, რომ წამომყვებით. რას ნიშნავს ეს ტრაგედია უფრო მძიმეა ვიდრე ეს? უმძიმესი დანაშაული იყო სანდრო გირგვლიანის საქმე და იკვეთებოდა მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობა. დავასრულებ. ზუსტად ერთი და იგივე არის, ოღონდ მაჩალიკაშვილს უფრო მძიმე ფორმაცია მიეცა, იმიტომ რომ სანდროსთვის ტერორიზმი არ დაუბრალებიათ ინგა. და ამ ბავშვს აბრალებენ ტერორიზმს. ამიტომ არის უფრო მძიმე. იაკ ერზაია არის რისი მსხვერპლი, პირდაპირ თქვათ, სახელმწიფომ, უпроსორად მთავრობამ, ხელისუფლებამ დაწერა ანონიმკა თვითონ ანონიმში კი ხელისუფლება გვყავს ხალხო და ამ ანონიმკის საფუძველზე მოკლა ღირსეული პედაგოგი, ღირსეული დაფასებული ადამიანი. ესა გვაქვს ხო? ამიტომ როცა ავიღებთ და რაღაცას ვიტყვით ხო, სააკაშვილის ხელისუფლება, რომლის ოპოზიციაში ვიყავი იმ თავითვე. დღეს გადანაშაულებენ რომ მასთან მაგაზეც თუ მომცემ ცალკე დროს მაგაზე მოკლედ გეტყვი ხო? სააკაშვილის დროს რაც გაკეთდა, იმისი განადგურება ხდება და სააკაშვილმა რაც გააფუჭა, იმისი გაძლიერება და ლეგიტიმაცია ხდება. ანუ მორალურ უპირატესობაზე ოცნებამ დაანებოს ლაპარაკს თავი, გადახედეთ საკუთარ შემადგენლობას, გამოტენილი რო ხართ სააკაშვილის მიერ დაბრაკული დეპუტატებით. და მთელი ნაციონალური მოძრაობა არის გადასული იქა. გაყალბების სისტემა, რომელიც იდეალურთან იყო მიახლოებული, ხო? შემთხვევით ხო არ გადმოგიბარებიათ ძვირფასო მეოცნებეებო. და ზუსტად ის შემადგენლობა, ზუსტად იმ ქალებს ვნახულობ საარჩევნო უბნებთან, ვისაც ვნახულობდი სააკაშვილის დროს. ამიტომ მორალურ უპირატესობაზე თავი დაანებეთ, განადგურებული ხართ. იაკ ერზაიას შემდეგ და ტამერლან მაჩალიკაშვილის შემდეგ მორალურ უპირატესობაზე ამ ხელისუფლებამ აღარ ილაპარაკოთ. მე საერთოდ არ მესმის მართლა გულწრფელად გეუბნებით აი ამ ტრაგედიების შედარება ერთმანეთთან, იმიტომ რომ ძალიან მძიმეა თითოეული თვითონ ხელისუფლება ადარებს ამას, ინგა ერთი წუთი დავასრულებ და ვიმეორებ, იაკ ერზაია არის მოკლული სახელმწიფო ანონიმკით და ტამერლან მაჩალიკაშვილი მოკლული არის და თან დადანაშაულებულია არაოფიციალურად, არამედ ტროლების და ორკების საშუალებით ინტერნეტში, რომ ტერორისტი იყო, მაგრამ ჩვენ ამას არ ვამბობთ, როგორც სულგრძელობას ავლენენ თურმე. მამამის გაეცით პასუხი, ბავშვი რატომ მოუკალით? გაეცით ამაზე პასუხი. გადაყვებით თქვენ ამას
სალარიძის საქმე მძიმეა, მაგრამ ასეთი სიმძიმე არ ახლავს იმას, როგორიც არის კერზაიას საქმე და როგორიც არის მაჩალიკაშვილის საქმე. სხვაობას ვერ ვხედავთ ხალხო. სანდროსთვის ტერორიზმი არ დაუბრალებიათ მაინც. და ამბავს აბრალებენ ტერორიზმი რა არის? დაშინება ლათინურად და ნიშნავს ტერორი ნიშნავს მკვლელობას, აფეთქებას. ბავშვს აბრალებენ სამშობლოს ღალატს და ადამიანების პოტენციურ მკვლელობას. კრინც როგორ აძრავთ ამის შემდეგ? როგორ ბედავთ საერთოდ საუბარს? სასამართლოზე როგორ ბედავთ საუბარს? როცა მურუსიძე აქციეთ იმათ რა ქვია ლამის ლიკურგე არის თქვენი სამართლის. და ბევრმა არ იცით ვინ იყო ლიკურგე კიდე. ასეთი არაკომპეტენტური, ასეთი ანტიქართული, თავისი შინაარსით ხელისუფლება ჩაბარება, მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ჩაბარებისთვის არის. რას გულისხმობთ რა ჩაბარება? შალვა ნათელაშვილმა ილაპარაკა აქა. ყველაფერს იძენს ეს კაცი და ყველაფერს აჩერებს. ინგა დღეს ქვეყანა არის გაჩერებული და გაჩერებული არის საეჭვოდ. ქვეყანა აღარ ვითარდება, არც ერთი დიდი პროექტი აღარ მუშავდება ქვეყანაში. გუბას. შემთხვევით ხო არ არის რკინიგზაზე ხშირად გამოდის ჭორები. ემანდ ხელი არ წაგიცდეთ. ასე მუქდად არ ჩააბაროთ საქართველოს იმას რა ქვია. მთელი გეოპოლიტიკური სიტუაცია შეიცვლება ამის შემდეგ. ინგა მე ვარ იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელიც ღიად აფიქსირებს, რომ რუსეთთან დიალოგი არის აუცილებელი. ხო და ეს უნდა მეთქვა, ხა გაბრაზებული რო იყავით, ვეღარ დაგისვით კითხვა. იმ პარტიის წარმომადგენელი ხართ, რომლის ლიდერიც პუტინთან გვერდით გვინახავს მოლაპარაკებისას, ხო? და დაუშვათ რუსეთთან ურთიერთობაზე, ვიცით ამ პარტიის ცნობილი პოზიცია და აი ცოტა უხერხულად ხომ არ გამოიყურება ამ დროს ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის მისამართით, რომ მას სურს ჩააბაროს რუსეთს. თქვენი შეკითხვის. აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ პასუხობთ. მე და ჩემი პოლიტიკური ორგანიზაცია მომხრე არის რუსეთთან ღია გამჭვირვალე დიალოგის დაწყების და არა ჩაბარების. მე მგონი არის სხვაობა. არა ჩაბარების. და ამ შემთხვევაში არ არის გამორიცხული რუსეთის ხელისუფლებისთვის უფრო კომფორტული იყოს ისეთ ხელისუფლება, როგორც ჩვენთან არის. ყველა პროექტია გაჩერებული. რაშია საქმე, რატოა საქართველოს გაჩერებული? ამოდენა ამხე ყველაფერს საზღვარი აქვს ალბათ სიბრიყვესაც აქვს საზღვარი. ასეთ შეცდომებს ასეთი დონის სიბრიყვის შეცდომების მე არ მჯერა. უკვე შემოდის ეჭვი სერიოზული, რომ ქვეყანა არის გამზადებული ჩასაბარებლად. აი, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებთ, პასუხად იღებთ ხოლმე, რომ ავანგარდში გიდგათ ნაციონალური მოძრაობა. განსაკუთრებით თქვენს მიერ აი ამ სტუდიაში რამოდენიმე თვე არჩევნების წინ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ მიშა უნდა ჩამოვიყვანოთ ქვეყანაში, უკვე პირდაპირ აი მიშასთან კავშირში ხართ ეჭმიტანელი და გეუბნებათ ხელისუფლება, რომ თქვენს ამ ბრძოლაში ავანგარდში გიდგათ ნაციონალური მოძრაობა. რა გაქვთ პასუხი ამაზე? რამოდენიმე დღის წინ ქართული ოცნების ხელმძღვანელობა მიიღო ცეკას დადგენილება, რომ ვინც აგერ მაქვს ეს განცხადება. ხო დოკუმენტია ეს ზეპირსიტყვიერება ხო არ არის. ვინც გამაკრიტიკებთ, ყველა ჩაითვლებით მიშისტად. და ივანიშვილი 7 წელია ნერგვავს მიშაფობიას ქვეყანაში. რომლითაც უკვე დაავადებულია ქვეყანა. არავით არ შეგვიძლია. კონდათ გუბას ერთი წუთი. მიშაფობია კი არა, მიშათი იყავით შეფქრობილი. ინგა, იმიტომ ვიყავი, იმიტომ რომ 4-ჯერ ვიყავი მე დეპუტატი ამ ქვეყნის და 4-ჯერვე ოპოზიციიდან ვარ შესული. განსხვავებით სხვებისგან. ხელისუფლებებისგან რო შედიან მარტო 30 წლიდან მე 5 წელი ვიყავი მარტო ხელისუფლებაში. 1 წელი იყო ზვიად გამსახურდიას დროს და დაგვამხეს ყველაფერი. კოლექტიური ღალატი, კოლექტიური სერგო ორჯონიკიძე მიზეიმა მაშინ ქვეყანაში. და ახლა ვიყავი 4 წელი და ვიყავი ეკლიანი ვიყავი, იმიტომ რომ ჩემი დამორჩილება, ჩემთვის თავარი ფასეულობა არის თავისუფლება და ქვეყანა. და როგორც კი გადაუხვევს, ვინც არ უნდა იყოს ისა პერსონა, მე იმისი ოპონენტი ხვდები. და სააკაშვილის ფობია მე არ მჭირდა. ფობია რა არის? შიში. შიში მე სააკაშვილის არ მქონია. შიში აქვს ბიძინა ივანიშვილს. მე არავისი არ მეშინია, იმიტომ მორწმუნე ვარ მე.
და მორწმუნეს ადამიანების არ ეშინია. ხართ კონტაქტზე სააკაშვილთან? რა შეეხება სააკაშვილთან ამ ბოლო კონტაქტი? პერიოდში რაიმე ესე იგი, ამ ბოლო დროს, ესე იგი, ივანიშვილი სოციალური ქსელის საყვარელი თემაა. სოციალური ქსელი. ესე იგი, ივანიშვილი თავს იცავს მხოლოდ და მხოლოდ მან შექმნა ინტერნეტ მორდორი და ინტერნეტ ორკები ყავს დასმული. და აი ყრილობა რო იყო იმაში ლიაში მეორე დღეს მე საერთოდ სოციალურ ქსელებს მომხმარებელი არა ვარ იმიტომ რომ ხო არა ტელეფონი მაქვს გაქვთ ახლა უკვე რამდენი წელი არ გქონდა აბა როგორ დამიკავშირდე მე თქვენი მეუღლის ტელეფონით გიკავშირდებოდით იმიტომ რომ ვიცოდი რა თქვენ არ გქონდათ სოციალურ ქსელებში ზუსტად მეორე დღეს მე დამირეკეს ჩემმა მეგობრებმა ჩემმა სიმამრმა დამირეკა ქუთაისიდან ღვინოს იღებდა გარაჟში და მითხარ რომ რა ხდებაო იმიტომ რომ იმასაც დაურეკეს აი ბომბარდირება მიდიოდა ჩემი რომ მე ვარ მიშისტი რომ სააკაშვილმა ფული გადამიხადა მაგ სიმართლით იარეც უყველამ დაეწყვეთ ერთად და არ შევხვედრი ვარ ინგა ამ სააკაშვილს იმიტომ კი არა რომ თაკილობ იმიტომ რომ საჭიროებას ვერ ვხედავ თუ პოლიტიკური საჭიროება ძვირფასო მეგობრებო გაჩნდება ქვეყანაში თუ ამისი აუცილებლობა გაჩნდება მე სააკაშვილსაც შევხვდები და ბიძინა ივანიშვილსაც სხვათა შორის და წარმომიდგენ საჭიროება აი როგორ წარმოგიდგენია შეთანხმება დიდი შეთანხმება ბიძინა ივანიშვილი მიშასთან შეთანხმებისთვის მაგაზე გეტყვით ახლა ბიძინა ივანიშვილთან მე ვფიქრობ ერთადერთი შემთხვევაში შეიძლება შეხვედრა როგორ წავა ის ხელისუფლებიდან პირობა ეს უნდა იყოს სააკაშვილთან შედარებით სააკაშვილი თუ ასე გააგრძელებს დარჩება მარტო რაც მან ლიაში ქნა უშვებს შეცდომებს ძალიან სერიოზულ ზავნებს თავის თავს ეს ჩემი რა შეცდომა დაინახეთ არაბერ ქართველთა კონგრესი არ უნდა დაერქვია დასაწყისში მიშა საერთოდ ბოლოში უნდა დაარქვა ეგა და ეს ისეთი ჩამორჩენილი და ესა მარტივი ტვინის ხელისუფლება გვყავს რომ კაცი შეგეგზავნათ დარბაზში და გენახათ რომ ხალხი არიჯდა იქა ცოტა ჩავიდა ხალხი მიზეზი იყო მოუმზადებლობა არიქათი ამ ქვეყანა ჩვენ დავანგრიეთ მიშა ბატონო მიხეილ და ბატონო ბიძინა თქვენც მოგმართავთ. მადლობა. ამიტომ ცოტა მეტი ვიფიქროთ ამაზე. მეტი ვიფიქროთ და ახლა მინდა ოპოზიციას მივმართო. ჩემო ძვირფასებო, მათ შორის ნაცებსაც და ყველასაც. და ოპოზიციას მინდა უთხრა რომ დაანებეთ ამ იმას მაყურებლის მდგომარეობაში, ჩემ თავსაც ვეუბნები. ამას დავანებოთ მაყურებლის მდგომარეობაში ყოფნას და ის რომ სააკაშვილი და ივანიშვილი არიან გლადიატორები. არ ჩვენა ვართ ესე რომაელი სენატორები, ჩემო ძვირფასო ოპოზიციონერებო და არც ცირკში არა ვართ და არც მიშა და არც ბიძინა არ არიან გლადიატორები რა. თუმცა მათ შორის არის გადანაწილებული ქართული პოლიტიკა. ხო, როგორ ამას ყველაფერს გამოაჩენს ვითარება, იმიტომ პოლიტიკური პროცესი წავიდა უკვე, ხო? ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, იფიქრეთ ამ სიტყვებზე, იმიტომ ბევრი ამბობს. შალვა ნათელაშვილმაც თქვა ახლა, ხო? დაახლოებით უკვე უახლოვდება პოზიციები ერთმანეთს. ჩემო ძვირფასებო, ოპოზიციას მოგმართავ. უნდა დავასრულო. დაანებეთ თავი წარსულზე საუბარს, იმიტომ რომ წარსულზე ჩვენ ვერ შევთანხმდებით. გამორიცხულია, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ მომავალზე. როგორ წარსულზე თუ ვერ თანხმდებით მომავალზე, როგორ უნდა შევთანხმდეთ? არა, ძალიან ხშირად. ჩემო კარგო, ინგა ისტორია მიცის ძალიან ხშირად, რომ წარსულზე ანებებენ საუბარს თავს და მომავალზე თანხმდებიან. ასეთი იყო თუნდაც მეორე მსოფლიო ომის დროს ერთმანეთის მოსისხლე მტრები დადგნენ მაშინ თქვენი მეგობარი და პარტიის ლიდერი ნინო ბურჯანაძე იზიარებს ამ თქვენს პოზიციას რომ წარსულზე ლაპარაკს თავი დავანებოთ და მოვილაპარაკოთ მომავალზე მაინტერესებს ნინოს პოზიცია როგორ ნინოს პოზიცია არის ის რაც არის იმას გონებასთან და გონების განვითარებასთან და ქვეყნის მომავალზე ორიენტირებული მე დღესაც მიკვირს ქვეყანას რომ ნინო ბურჯანაძე და მისი პერსონა და მისი გამოცდილება არ დაჭირდება და ამდენი ახალშობილი ხბორო ყავს გამოყვანილი პარლამენტში დასმული ბიძინა ივანიშვილს ახალ დაბადებული ხბოებივით რო უხარიათ დეპუტატობა მადლობა ეს არის ამ ქვეყნის ტრაგედია ნინო ბურჯანაძეს აქვს პრაგმატული პოზიცია ისე როგორც მზად არის დაიწყოს წარსული და მომავალზე წარსულზე საუბარს დავანებოთ ახლა თავი იმიტომ რომ ამოცანა გვაქვს ქვეყანა უნდა გადავარჩინოს. უნდა ჩატარდეს წესიერი არჩევნები. ბიძინა ივანიშვილს მივმართავთ. ბატონო ბიძინა, თქვენ თუ გააქვთ სურვილი, რომ ისა რევოლუცია ამ ქვეყანაში არ მოხდეს, გამოცვალეთ საარჩევნო კანონი და შექმნით ახალი ქართული საარჩევნო სამართალი. საარჩევნო კანონზე მე თორემ 2020 წელს
წაგიცდებათ ხელი, გააყალბებთ რა, რაც გააკეთეთ 2018-ში, ის აღარ გამოგივათ უკვე და მოხდება რევოლუცია და დაგემართებათ ის, რაც დაემართა სომხეთში რესპუბლიკურ პარტიას. არ წავიდნენ არც ერთ დათმობაზე და ვერ გადალახეს ესა ბარიერი საპარლამენტო არჩევნებში. ის გემუქრებათ ქართულ ოცნებას. დიდი მადლობა, აითვალისწინეთ ეს.